აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმება, რომელსაც დონალდ ტრამპი მიაღწია, ნამდვილ მასობრივ პროტესტს გამოიწვია ამერიკის შეერთებულ შტატებში. განსაკუთრებით მისივე მტკიცე მხარდამჭერებს შორის, მაგა მოძრაობიდან. ამერიკული მედია ამაზე ასე წერს. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ირანულმა შეთანხმებამ გახსნა ფეთქებად-საშიში მეორე ფრონტი. ტრამპის მხარდამჭერთა სამოქალაქო ომში, რომელიც აგრესიულად განწყობილმა მოკავშირეებმა გააჩარეს და აშშ-ს დათხოვებს განიხილავენ როგორც ეგზისტენციალურ ღალატს ისრაელისა და თავად ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ. და დონალდ ტრამპისთვის ეს ისტორია შეიძლება ძალიან ცუდად დასრულდეს. რადგან ახლა ამერიკელი პრეზიდენტის ყველაზე მნიშვნელოვანი კონსერვატორი მხარდამჭერები, რომლებიც ირანთან ომს მხარს უჭერდნენ, უცებ გამოფხიზლდნენ და ამბობენ: რა შეთანხმებაა ეს, რა ღალატია ეს? მოდი ტრამპი პირდაპირ ვთქვათ მოათხოვეს. მაგრამ პირდაპირ გეტყვით, თეთრ საფში უკვე იპოვეს დამნაშავე და ყველა მარცხს ერთ საინტერესო ადამიანს დააბრალებენ. მოდით გამნიხილოთ, რა ხდება ამერიკაში და როგორ რეაგირებს მედიასა და მემარჯვენე ფრთის მხარდამჭერები. მე მქვია ალექსე ბიჩი და მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყეთ, გთხოვთ გამოიწეროთ არხი და ალაიკოთ ეს გამოშვება და არ დაგავიწყეთ კომენტარის დაწერა ამ ვიდეოს ქვეშ. და გამოიწერეთ ჩემი ტელეგრამ არხი Pichi News-ი, ბმული მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. მოკლედ, ბული მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. გადაცემას დავიწყებ გამოცემა Axios-ის ციტატით. 2 ვადისა და 11 წლის განმავლობაში, რაც დონალდ ტრამპი პოლიტიკის ცენტრშია, არც ერთი საკითხი არ გაუყვია მისი მხარდამჭერები ისე ძლიერად, როგორც ირანთან ომმა. როდესაც ამერიკამ დაიწყო დართმები ირანზე, წამყვანი იზოლაციონისტები, როგორიცაა ტაკერ კალსონი და მარჯორი ტეილორ გრინი, თითქოს ეკლესიიდან განკვეთეს. ტრამპი გააკრიტიკეს იმის გამო, რომ თითქოს მან ამერიკა უპირველეს ყოვლისა პრინციპებზე უარი თქვა ისრაელის სასარგებლოდ. 3 თვის შემდეგ, როდესაც დროებით შეთანხმება იქნა მიღწეული და მშვიდობა თითქოს ახლოს იყო, რესპუბლიკელი ქორები, რომლებიც CC ტრამპს ამ ბრძოლაში მიესალმნენ, ახლა თავიანთ მძაფრ აჯანყებას ხელმძღვანელობენ. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, მაგას მოძრაობის ორივე ბანაკი მოულოდნელად წინააღმდეგობრივად განეცხვა. ამჟამად ისრაელის მხარდამჭერი ამერიკელი კონსერვატორები მოითხოვენ გაეცნონ ტრამპისა და ირანის მემორანდუმის ტექსტს. გამოხატავენ უკმაყოფილებას როგორც ამ შეთანხმების საიდუმლოებით, ასევე მის სავარაუდო შინაარსით. ამბობენ, თუ ირანთან შეთანხმება ასეთი შესანიშნავია და ზუსტად ასახავს ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს, მაშინ რატომ არ აჩვენებენ მას საჯაროდ ამერიკელ ხალხს მის ხელმოწერამდე ჟენევაში პარასკევს? ანუ რატომ უნდა დამალონ? მაგრამ თუ შეთანხმება მართლაც შესანიშნავია, გარიგება მართლაც შესანიშნავია, აჩვენეთ ის ამერიკელებს. და აქვე თეთრი სახლიც აძლიერებს სიტუაციას. თავდაპირველად განაცხადეს, რომ შეთანხმების ტექსტი საჯაროდ გამოქვეყნება სამშაბათს ან ოთხშაბათს. მაგრამ უკვე ოთხშაბათს დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ეს შეიძლება მოხდეს პარასკევს, ანუ შეთანხმების გამოქვეყნება. მაგრამ უკვე ჟენევაში ოფიციალური ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ. და ახლა მაგას მოძრაობა, ისევე როგორც რესპუბლიკური ხელმძღვანელობა კონგრესში, სვამს კითხვას, რატომ არ აჩვენეს ეს დოკუმენტი მათაც კი, კონგრესმენებსაც კი ხელმოწერამდე. ხადაშორის იგივე ეხება ისრაელსაც, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეობდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში, ჯერ კიდევ არ მიუღია ურთიერთგაგების მემორანდუმის ოფიციალური ასლი. სამშაბათს დონალდ ტრამპმა კიდევ უფრო გაამძაფრა ნეგატიური რეაქცია, როდესაც ქება გამოუცხადა ირანელ მოლაპარაკებლებს ორმხრივ შეხვედრაზე კატავის ემირთან, რომელიც ამ მოლაპარაკებებში მთავარ შუამავლად ითვლება. თუმცა სხვათა შორის მას ბევრ პროისრაელ რესპუბლიკელს არენდობა, მაგრამ Израильские республиканцы. მაგას მოძრაობის აქტივისტები საერთოდ გააფთრდნენ, როცა დონალდ ტრამპმა ირანელების ქება დაიწყო და მათ სუპერ კულ დიპლომატებად მოიხსენია. შემდეგ მოდის ტრამპის ციტატა. ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომლებიც ჩემი აზრით ძალიან რაციონალურები არიან. ირანელ ჩინოვნიკებთან ურთიერთობა სასიამოვნოა. ისინი არ არიან რადიკალიზებულები. ისინი უბრალოდ ცდილობენ საკუთარ ქვეყანას დაეხმარავენ. აქ მემარჯვენე რესპუბლიკელებმა უცებ დასვეს კითხვა. თუ ესენი ესეთი კარგი ხალხია, მაშინ რატო უწოდებდა ადრე თავად დონალდ ტრამპი მათ ტერორისტებს ან ირანის რეჟიმს? ეს ხომ კარგი ხალხია, რომლებიც უბრალოდ, ციტატა, ცდილობენ საკუთარ ქვეყანას დაეხმაროს. დონალდ ტრამპის იმ მოკავშირეების წინააღმდეგობები, რომლებიც ისრაელს უჭერენ მხარს, ძირითადად 3 კატეგორიად იყოფა. პირველი, ურთიერთგაგების მემორანდუმი ირანს დაუყოვნებლივ მისცემს ნავთობის გაყიდვის საშუალებას, გახსნის გზას სანქციების მოხსნისთვის, თანხების გამბლოკვისთვის და აღდგენის ფონდის შექმნისთვის, რომლის მოცულობა $300 მილიარდი იქნება ბირთვული მოლაპარაკებების შემდეგ ეტაპზე.
ამერიკელი ოფიციალური პირები ხას უსვამენ, რომ ფინანსური დახმარება შეთანხმების პირობების შესრულებას იქნება მიბმული, მაგრამ კაცრი ხაზის მხარდამჭერები აღშფოთდებიან მხოლოდ იმ აზრზე, რომ ფული თეირანში შევა და ამბობენ, მოიცადეთ დონალდ ტრამპი ასე ხმამაღლა აკრიტიკებდა ბარაკ ობამას იმის გამო, რომ ოდესღაც $400 მილიონი გადასცა თეირანს. ახლა კი ჩვენ კიდევ უფრო მეტ ფულს მივცემთ ირანს. თქვენ საერთოდ გონზე ხართ? მეორე, თვეების განმავლობაში გამოყენებულმა გამანადგურებელმა სამხედრო ძალამ ირანის ბირთვული ინფრასტრუქტურა და მისი კონვენციური თავდაცვაც დააპარალიზა. და იმ კაცრი ხაზის მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ 60 დღიან მოლაპარაკებების პერიოდში შესვლით და ეხლა საზღვაო ბლოკადის მოხსნით, დონალდ ტრამპი უპრეცედენტო ზეწოლის ბერკეტს კარგავს ირანზე. მესამე, კრიტიკოსები უარყოფენ ვარაუდს, რომ ირანის გადაყვანა ზომიერებისკენ შესაძლებელია. უშინ შეგახსენებთ ამ YouTube არცზე ვყვებოდი ამ შესახებ, რომ ASH-ის ცენტრალური სადაზვერო სააგენტოს დირექტორმა ჯონ რენკლიფმა გააფრთხილა დონალდ ტრამპი, რომ ამერიკული დაზვერვა სერიოზულად ეჯობს თეირანის მზადყოფნაში, წავიდეს ბირთვულ დათმობებზე, რომლებიც აუცილებელია არა არსებული მემორანდუმის, არამედ საბოლოო შეთანხმების მისაღწევად. შედეგად, თუნდაც ისინი მაგას მოძრაობიდან, ვინც ომის დასაწყისში დონალდ ტრამპს უჭერდა მხარს, ეხლა საერთოდ ვერ ხვდებიან რა ხდება. მაგალითად, Fox News-ის კომენტატორმა მარკ ტისონმა ირანისთვის $300 მილიარდი გამოყოფის პერსპექტივა კატასტროფად შეაფასა. ციტატა: ეს იგივეა, რაც მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიას მარშალის გეგმა შესთავაზო, როცა ნაცისტები ჯერ კიდევ ხელისუფლებაში იყვნენ. იცით, სასაცილოა, როგორ იქცევიან ტრამპის სხვა მხარდამჭერები რესპუბლიკური პარტიიდან. მაგალითად, სენატორმა ლინცი გრემმა განაცხადა, რომ ტრამპი ნებისმიერ შემთხვევაში უდანაშაულოა. და მოუწოდა ამ გარიგების არქიტექტორს, ანუ ვიცე-პრეზიდენტ JD Vance, გამოცხადდეს კონგრესში, რომ აუხსნას იქ მაინც რა გარიგებას აწერთ ხელს. გესმით, ანუ ეხლა მთელი ბრალი აღარ დაეკისრება ტრამპს, არამედ JD Vance, რომელიც სხვადასხვა შეგახსენეთ, საერთოდ ეწინააღმდეგებოდა ირანთან ომის დაწყებას ამ წლის თებერვალში. ის ამბობდა, არ გვინდა ომი, რისთვის გჭირდება ეს ომი? რისთვის არის ეს ომი? ეხლა კი ბედის ირონია ისაა, რომ სწორედ Vance იქნება ამაში დამნაშავე. მოკლედ რომ ვთქვათ, ეხლა ყველა ბრალი და ცოდვა JD Vance დააწვება. არ არის შემთხვევითი, რომ ტრამპი სწორედ JD Vance აგზავნის პარასკევს ჟენევაში, რომ ირანელებთან ეს შეთანხმება გააფორმოს. აი რა წერს Axios-ი, ციტატა: JD Vance შეიძლება უფრო მოწყვლადი აღმოჩნდეს ამ შეთანხმების პოლიტიკური შედეგების მიმართ, ვიდრე თავად დონალდ ტრამპი, რომელიც ყოველთვის შეძლებს თავი წარმოაჩინოს პრეზიდენტად, რომელმაც ირანს დაუპირისპირდა მაშინ, როცა სხვას ამის გაბედვა არ შეეძლო. მეგინკელის გადაცემაში სამშაბათს, როცა ის შეთანხმებას იცავდა, უენსმა უარყო მკაცრი ხაზის მომხრეების კრიტიკა და განაცხადა, რომ ისინი უსასრულო კონფლიქტს ითხოვენ, რომელიც გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა ირანელი არ დაიღუპება. შემდეგ კი მოუწოდა მაგა მოძრაობის სკეპტიკოსებს, რომ კოალიციაში დარჩნენ. რისკი, რომელსაც JD Vance 2028 წელს შეხვდება, იმაში მდგომარეობს, რომ მას ამ განხეთქილების ორივე მხარე მემკვიდრეობით ერგება. ერთი მხრივ ომი, რომელმაც იზოლაციონისტები და მაგა დააშორა, ხოლო მეორე მხრივ შეთანხმება, რომელმაც მისი მკაცრი ხაზის მომხრეები გააბრაზა. და ბოლოს მოვიყვან ერთ საინტერესო ციტატას, კონსერვატორი კომენტატორის ბენ შაპიროსგან, რომელმაც განაცხადა შემდეგი: თუ პრეზიდენტი ხელს მოაწერს არახელსაყრელ შეთანხმებას, ბევრი ჩვენგანი, ვინც მას მიესალმა და მხარს უჭერდა, მის ქმედებებს ირანში გმირულად მიიჩნევდა. უკიდურესად იმედგაცრუებული დარჩება. მაგრამ როგორც მივხვდით, ტრამპი დამნაშავე არ იქნება. დამნაშავე იქნება JD Vance. აქ სამ წერტილს დავშავ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწევეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწყაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, შეგიძლიათ ნებისმიერი დონატი დაეხმაროთ. ვიდეოს აღწერაში მოცემული ბმულებითა და რეკვიზიტებით. იქ არის როგორც Patreon, ასევე Buy Me a Coffee, ასევე კრიპტო საფულეები, საბანკო რეკვიზიტები, YouTube სპონსორობა. აირჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი ნებისმიერი ფორმატი, მადლიერი ვიქნებით თქვენი ნებისმიერი მხარდაჭერისთვის. სულ ეს იყო. იზრუნეთ საბუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.